ვაპირებთ ოქროს ბარათები გავყიდოთ, ჩვენ გვაქვს მწვანე ბარათი, ეს კი იქნება ოქროს ბარათი. ამ ბარათის ღირებულება $5 მილიონი იქნება. მას ექნება ყველა ის ბენეფიტი, რაც მწვანე ბარათს აქვს, პლუს ამერიკის მოქალაქეობა. ოქროს ბარათის ყიდვას მდიდარი ადამიანები შეძლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ. ისინი დახარჯავენ ბევრ ფულს, გადაიხდიან გადასახადებს, შექმნიან სამუშაო ადგილებს და ისარგებლებენ ყველა პრივილეგიით, რაც ამერიკის მოქალაქეებს აქვთ. ამერიკის 47 პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ამ განცხადებიდან მალევე ერთი თვის შემდეგ $5 მილიარდი ღირებულების ოქროს ბარათი გაიყიდა. ამ შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა ჰოვარდ ლუტნიკმა ინტერვიუში განაცხადა, მან იმ სარგებელზეც ისაუბრა, რასაც მდიდარ ადამიანებს ამერიკული ოქროს ბარათი მოუტანს. ლუტნიკის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ჯამში 1 მილიონი ბარათი გაიყიდება, რაც ამერიკას $5 ტრილიონი შემოსავალს მოუტანს. როცა ვსაუბრობთ დიდებულ იდეებზე, ვახსენოთ ტრამპის ოქროს ბარათი. ვისი იდეა იყო ეს? ინვესტორ ჯონ პოლსონს ჰქონდა დონალდ ტრამპთან სატელეფონო ზარი. ისინი საუბრობდნენ თუ რატომ არ შეიძლება გამოუშვათ ისეთი ვიზები, რომლებსაც გავყიდეთ. შემდგომ ტრამპმა მეც ამერიკა ვისაუბრეთ და საბოლოოდ ამ იდეამდე მივედით. სოფლიოში ჯამში 37 მილიონი ადამიანია, ვისაც ამ ბარათის ყიდვა შეუძლია მათი ფინანსებიდან გამომდინარე. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ჯამში 1 მილიონ ბარათს გავყიდით, რაც $5 ტრილიონი ღირებულების არის. ამ დროისთვის ბარათზე ილონთან ერთად ვმუშაობთ და დაახლოებით 2 კვირაში სრულად ამოქმედება. სხვათა შორის გუშინ ჯამში 1000 ოქროს ბარათი გავყიდეთ. ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი აღნიშნულ ინტერვიუმდე აცხადებდა, რომ 250,000 ადამიანმა გამოხატა ინტერესი ტრამპის ოქროს ბარათების შეძენასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტრამპის ინიციატივას უკეთ რომ განმარტოთ ოქროს ბარათი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების, მუშაობის და მოქალაქეობის მიღების გარანტიას იძლევა. მას შემდეგ რაც მდიდარი უცხოელები ბარათში $5 მილიონ გადაიხდიან, ისინი ყველა დანაპირებით ისარგებლებენ. მწვანე ბარათი, რომლის დამატებითი ვერსიაც ძვირადღირებული ოქროს ბარათია, ყოველწლიურად თამაშდება. მწვანე ბარათის მფლობელებს შტატებში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლება ეძლევათ. თუმცა გამარჯვებულებს მოქალაქეობა ავტომატურად არ ენიჭებათ. ამისთვის დამატებითი პროცედურების გავლაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად საიმიგრაციო ვიზები არ მიენიჭება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, საიდანაც მოქალაქეების მაღალი პროცენტი შედის ამერიკის შეერთებულ შტატებში. კანონმდებლობის თანახმად ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ბოლო 5 წლის განმავლობაში შტატებში საცხოვრებლად ჩავიდა 50,000 ადამიანი, რომლებმაც ოჯახის და სამუშაო კატეგორიების ვიზები მიიღეს. რაც შეეხება ოქროს ბარათს, რომლის ამოქმედებასაც ტრამპი აანონსებს, მსგავსი მექანიზმი ოქროს ვიზის სახელით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში EB5 ვიზას სახელით, რომლის ფარგლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს მინიმუმ $1,50,000 პირდაპირი ინვესტირებით ბიზნესში და 10 სრული განაკვეთის სამუშაო ადგილის შექმნით ან დასაქმების დაბალი დონის ან სოფლად მდებარე რეგიონში მინიმუმ $800,000 ინვესტირებით შტატებში მუდმივი ბინადრობისა და მუშაობის უფლება ეძლებათ. 5 წლის შემდეგ კი მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანაც შეუძლიათ. მიუხედავად ამ შესაძლებლობის არსებობისა, ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ EB5 ვიზას მექანიზმი იაფია და ქვეყნის ბიუჯეტში ნაკლები თანხაში აქვს. ოქროს ბარათი კი ამ პრაქტიკას გააუმჯობესებს. მისი გაყიდვით ქვეყნის ბიუჯეტი საგრძნობლად შეივსება. მეტიც მოსალოდნელია, რომ მოზიდული თანხები ეროვნული ვალის შემცირებისკენ იქნება მიმართული, რომელიც ამჟამად $26 ტრილიონ $200 მილიარდ შეადგენს.